წარმოიდგინეთ, მიაბიჯებთ დაბურულ ტყეში, იმ ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე წლის წინ ისტორიაში უმსხვილესი ტექნოლოგიური კატასტროფა, ატომური ავარია მოხდა. გარემო იმდენად რადიოაქტიური გახდა, რომ იმ ზონას, რომელსაც ახლად გახართ, მკვდარ ზონას უწოდებენ. გარშემო აღარაფერია, გამაყრუებელი სიჩუმის გარდა. არც მანქანების ხმა ისმის და არც ადამიანების. მხოლოდ ქარისა და ფოთლების რხევის. მიუხედავად იმისა, რომ იცით, ცოცხალი აღარავინაა, მთელი ამ დროის განმავლობაში არ გტოვებთ გრძნობა, რომ ვიღაც გაგვერდებათ. რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, სულ მიწაზე მგლის უდიდეს ნაკვალევს ხედავთ. უცებ წინ ცხენივე მიჩაგირბენთ, ცაში კი თეთრ და არწივი გადაგიფრენთ. მაღალ ბალახში ათობით ისეთ ცხოველს შენიშნავთ, რომელიც ამ ტყეში ისტორიულად საერთოდ არც უნდა ბინადრობდეს. რანაირადაა ეს შესაძლებელი? როდესაც საქმე ჩერნობილს ეხება, უმეტესობა ჩვენგანს თვალწინ წარმოგვიდგება განადგურებული რეაქტორი, პრიპიატის დაცარიელებული ბინები, ჟანგიანი ეშმაკის ბორბალი და კადრები, რომლებშიც ადამიანები სამუდამოდ ტოვებენ საკუთარ სახლებს. მაგრამ ფაქტობრივად არავინ ფიქრობს იმაზე, თუ რა მოხდა მაშინ, როდესაც ქალაქი უკანასკნელმა ადამიანმაც დატოვა. ვინ დარჩა და გაბატონდა იქ? 1986 წლის ავარიის შემდგომ ჩერნობილის ტერიტორიიდან არც შინაური ცხოველების და მით უმეტეს არც გარეულების ევაკუაცია არ მომხდარა. ისინი ვერ ხვდებოდნენ რა ხდებოდა და განაგრძობდნენ ცხოვრებას იმ პერიმეტრზე, რომელზეც ადამიანს 30-40 წამის მაქსიმუმ 1 წუთის განმავლობაში შეეძლო გაჩერება და ეს დროც საკმარისი იყო იმისთვის, რომ მიეღო მომაკვდინებელი დოზის რადიაცია. მიტოვებულ ცხოველებს კი გადარჩენისთვის ბრძოლა მოუწიათ. მომხდარი კატასტროფიდან 40 წელი გავიდა და დღეს ჩერნობილი ღია ცის ქვეშ გაშენებულ უდიდეს ბუნებრივ ლაბორატორიად იქცა, რომელშიც მეცნიერები უცნაურ გენეტიკურ ცვლილებიან ცხოველებს პოულობენ და ცდილობენ იმის გარკვევას, თუ როგორ მოქმედებს რადიაცია დნმ-ზე. რატომ ქრება ზოგიერთი სახეობა, მაგრამ ნაწილი კი პირიქით უფრო მრავალრიცხოვანი ხდება და მართლა არსებობენ თუ არა მუტანტები ჩერნობილში, რომლის შესახებაც 10 წლეულების განმავლობაში ფილმები და საშინელებათა ისტორიები იქმნებოდა. ამ ამბავში ყველაზე გასაკვირი იცით რა არის? რაც უფრო დეტალურად შეისწავლიან მეცნიერები ჩერნობილის ცხოველებს, მით უფრო ნათელი ხდება ის, რომ რეალობა გამოგონილზე საზარელია. გამარჯობა. მე ვარ ანა და დღეს გესაუბრებით იმ პერიმეტრზე, რომელზეც დიდი ალბათობით ვერც მე, ვერც თქვენ და ვერც ადამიანების უმეტესობა ვერ მოხვდებით. ცხოველებზე, რომლებიც 10 წლეულობის განმავლობაში რადიაციის გვერდით ცხოვრობდნენ. განვიხილავ ჩერნობილის მუტაციის შესახებ ცნობილ მითებს და იმას, თუ რეალურად რა გამოიწვია დაბინძურებამ ცოცხალ ორგანიზმებში. შეგახსენებთ, რომ ჩერნობილის ტრაგედიის საიდუმლოზე და იშვიათ კადრებზე ვიდეო უკვე მიდევს, რომელიც შეგიძლიათ აღწერა შეიხილოთ, ამიტომ აღარ გავჩერდები მიზეზზე და გადავალ პირდაპირ შედეგზე. საქმე ნომერი 1. რადიაციის პირველი მსხვერპლი. როდესაც გვესმის სიტყვა მუტაცია, თვალწინ ალბათ რომელიმე ფენტეზის პერსონაჟი, ორთავიანი არსება, უზარმაზარი მგელი ან გამოგონილი არსება წარმოგვიდგება. თუმცა რეალურად, რადიაცია თითქმის არასდროს არ ქმნის მონსტრებს. ის სხვანაირად მოქმედებს. ჩუმად, ნელა და შეუმჩნევლად. ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შემდეგ ათასობით ცხოველი იმ ტერიტორიაზე აღმოჩნდა, სადაც პირველ დღეებში რადიაციის დონე სასიკვდილოდ მაღალი იყო. ისინი საკვების ძებნას, წყლის მას, ბუდეების შენებასა და გამრავლებას აგრძელებდნენ. ზუსტად მაშინ მეცნიერებმა პირველი საგანგაშო ცვლილებები შეამჩნიეს. ფრინველების ნაწილს მნიშვნელოვნად შეუმცირდა შთამომავლობის რაოდენობა, რადგან კვერცხები არ ვითარდებოდა. მალევე მცირე ზომის ძუძუმწოვრებში სერიოზული უჯრედული და დნმ-ის დაზიანება დააფიქსირეს. კატასტროფის შემდეგ პირველ წლებში კი ავარიის ადგილთან ახლოს მდებარე შინაურ ცხოველებს თანდაყოლილი მანკები, რეპროდუქციული პრობლემები და ასევე ახალშობილთა სიკვდილიანობა აღენიშნებოდათ. ეს იყო პირველი ნიშნები იმის, რომ რადიაცია ნამდვილად ცვლიდა ცოცხალ ორგანიზმებს. თუმცა ეს პროცესი ისე არ მიმდინარეობდა, როგორც ფილმებში. თავიდან მეცნიერებსაც ეგონათ, რომ შევიდოდნენ ტყეში და იქ საშინელ გიგანტებს ნახავდნენ. თუმცა, რაც უფრო აკვირდებოდნენ ცოცხალ ორგანიზმებს, მით უფრო გაუგნებულნი რჩებოდნენ. მძიმე თანდაყოლილი დეფექტების მქონე არსებების უმეტესობა კვდებოდა იქამდე, სანამ გამრავლებას შეძლებდნენ. სწორედ ამიტომ, წლების შემდეგ ჩერნობილში საშინელი დეფორმაციების მქონე ცხოველებთან შეხვედრა თითქმის შეუძლებელი აღმოჩნდა. ბუნება თავად აღმოჩნდა გადამრჩევი, რომელიც სუსტ ორგანიზმებს არ ინახავდა და არ აძლევდა გადარჩენის შესაძლებლობას. ამიტომ მეცნიერებმა დასვეს ძალიან ლოგიკური კითხვა. თუ საშინელი მუტანტები არ არსებობენ, მაშინ რატომ ითვლება ჩერნობილი დედამიწაზე ყველაზე უჩვეულო ადგილად? და ამაზე პასუხი ისეთი არ აღმოჩნდა, როგორცაც ამას ყველა ელოდა. საქმე ნომერი 2. გლები, რომლებიც უნდა გადაშენებულიყვნენ, თუმცა ამის მაგივრად ჩერნობილს დაეპატრონნენ.
ავარიის შემდეგ ადამიანების უმეტესობა დარწმუნებული იყო იმაში, რომ ჩერნობილის სამუდამოდ მკვდარ უდაბნოდ გადაიქცეოდა. ლოგიკურად ეს ასეც უნდა მომხდარიყო, რადგან ვინ უნდა გადარჩენილიყო იმ ადგილას, სადაც ადამიანებს მხოლოდ რამდენიმე წუთით შეეძლოთ გაჩერება. თუმცა, წლების შემდეგ, როდესაც მეცნიერებმა მთელ პერიმეტრზე კამერები დაამონტაჟეს, თვალებს არ დაუჯერეს. ობიექტივი სულ უფრო და უფრო ხშირად აფიქსირებდა ცხენირმებს, პტახებს, ფოცხვერებს, შვლებს და დათვებს, რომლებიც იქ 10 წლეულები აღარ ბინადრობდნენ და რა თქმა უნდა მგლებს, რომლებიც ჩერნობილის მფლობელები გახდნენ. კვლევებმა აჩვენა, რომ აქ მათი სიმჭიდროვე მნიშვნელოვნად გაიზარდა ვიდრე მეზობელ რაიონებში, სადაც ადამიანები ცხოვრებას აგრძელებდნენ. პარადოქსულად ჟღერს არა, როგორ უნდა მობრალდნენ არსებები იმ ადგილას, რომელიც პლანეტაზე ყველაზე დაბინძურებულად ითვლება. მასშტაბი უკეთ რომ წარმოიდგინოთ, მგლების პოპულაციის სიმჭიდროვე ჩერნობილში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში. ის 7-ჯერ აღემატება მეზობელი ბელარუსის ნაკრძლების მაჩვენებელს და უფრო მაღალია, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების ცნობილ იელოუსტოუნის ეროვნულ პარკში. შესაბამისად გაჩნდა კითხვა, იქნებდა ისინი რადიაციამ გააძლიერა. და სწორედ ეს კითხვა გახდა ათობით ლეგენდის საწყისი. ადამიანები ხსავდნენ ისტორიებს გიგანტური მგლების შესახებ, რომლებიც კი არ უშინდებოდნენ რადიაციას. არამედ პირიქით, ის მათ უფრო სახიფათო მტაცებლად აყალიბებდა. ბიოლოგებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს საკითხის შესწავლა. ზოგადად დიდი ცხოველის მთავარი მტერი ყოველთვის სიცივე, შიმშილი ან რადიაცია არ ყოფილა. მისი მთავარი მტერი ძირითადად იყო ადამიანი. ევაკუაციის შემდეგ, რომელიც სხვათა შორის საკმაოდ დაგვიანებული იყო და ამას დიდხანს მალავდნენ, 10,000-ზე მეტმა მოსახლემ ტერიტორია დატოვა. მუდმივად დატვირთული გზები გაქრა, ნადირობა, ტყეების გაჩეხვა შეწყდა. მინდვრებიც ნელ-ნელა კვლავ ველურ ბუნებას შეუერთდა. ცხოველებმა მიიღეს ის გარემო, რომელიც დიდი ხანია აღარ ჰქონიათ. უდიდესი სახლი ადამიანების გარეშე და ბუნება მათ ძალიან სწრაფად მომენტით ისარგებლა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რადიაციამ მოქმედება შეწყვიტა. რა თქმა უნდა არა, უბრალოდ ის შეუმჩნევლად მოქმედებდა. სწორედ ამიტომ ამერიკელმა მეცნიერებმა წამოაყენეს სხვა საკითხი. თუ მგლები გარეგნულად ჩვეულებრივად გამოიყურებიან, მაშინ რა არის იმის ალბათობა, რომ ცვლილებები ორგანიზმის შიგნით მომხდარიყო? და ამაზე პასუხი იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ კვლევები დღემდე გრძელდება. ზოგიერთმა შედეგმა აჩვენა ცვლილებები გენებში, რომლებიც დაკავშირებულია დნმ-ის დაზიანების აღდგენასთან, იმუნურ სისტემასთან და სიმსივნისგან დაცვასთან. კერძოდ, კარლაუმა პრინსტონის უნივერსიტეტიდან აღმოაჩინა, რომ ჩერნობილის მგლებმა, რომლებიც მუდმივად განიცდიან რადიაციის ზემოქმედებას, 6-ჯერ მეც ვიდრე ადამიანისთვისაა უსაფრთხო, განავითარეს გენეტიკური მდგრადობა კიბოს მიმართ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 10 წელობის განმავლობაში მომატებული რადიაციის მუდმივი ზემოქმედების შედეგად, ბუნებრივმა გადარჩევამ შესაძლოა თანდათანობით უპირატესობა მიანიჭა იმ შთამომავლობას, რომელიც შექმნილ პირობებს უკეთ უმკლავდებოდნენ. ანუ, გადარჩნენ ის ინდივიდები, რომელთა იმუნური სისტემაც უკეთესად უმკლავდებოდა რადიაციულ ზიანს და ეს თვისება მათ შთამომავლობას გადასცეს. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ეს აღმოჩენა ადამიანებში ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობაში დაეხმარებათ. შეგვიძლია იმის თქმა, რომ პოპულაციის ასეთი ზრდა განპირობებულია ადამიანების არყოფნით და საკვები ბაზის სიმრავლით. ამასთან ცვლილება ქცევაშიც შეიმჩნევა. ისინი არ არიან შეჩვეულები ადამიანთან, შესაბამისად არ გაურბიან და არ უფრთხიან მათ. პრიპიატის ქუჩებში ისინი თავისუფლად გადაადგილდებიან. ისინი ზონაში უმაღლესი მტაცებლები და ეკოსისტემის მთავარი მარეგულირებლები, რადიოაქტიური სანიტრები გახდნენ. სუსტი და დაავადებული ცხოველების განადგურებით ინარჩუნებენ მთლიანი პოპულაციის ჯანმრთელობას, მათ შორის რადიაციული თვალსაზრისითაც. აქედან გამომდინარე, ჩერნობილის მგლები არიან არა დეფორმირებული მონსტრები, არამედ ევოლუციური ტრიუმფის მაგალითები, რომლებმაც შეძლეს ადამიანების მიერ მიტოვებულ გარემოში ახალ რეალობასთან ადაპტაცია. მგლებს გარეგნული მუტაცია არ განუცდიათ, თუმცა ზონაში არის არსება, რომლის ცვლილებაც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. საქმე ნომერი 3. ბაყაყები, რომლებიც შავი შეფერილობის გახდნენ. რამდენიმე წლის წინ ევროპელი მეცნიერების ჯგუფი ჩერნობილის ზონაში ერთი ძალიან გავრცელებული სახეობის შესასწავლად გაემგზავრა. აღმოსავლური ხის ბაყაყის. ეს პატარა ამფიბია არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ აღმოსავლეთ ევროპის მრავალ ქვეყანაშიც გვხვდება. ერთი შეხედვით ის არაფრით არ გამოირჩეოდა, თუმცა საკმარისი იყო ჩერნობილის ბაყაყისა და სხვა რეგიონების სახეობის ერთმანეთთან შედარება, რომ სხვაობა თვალსაჩინო გახდა. რაც უფრო ახლოს ცხოვრობდნენ ისინი დაბინძურებულ ადგილთან, კანი მით უფრო უმუქდებოდათ.
ნათლად. ზოგადად, ხის ბაყაყის შეფერილობა კაშკაშამწვანეა, თუმცა ჩერნობილის ზოგიერთი ბაყაყი იმდენად მუქი იყო, რომ ფაქტობრივად გარეგნულად აღარაფერი საერთო არ ჰქონდათ ნორმალურ პირობებში არსებულ იმავე სახეობასთან. თავდაპირველად გაჩნდა მოსაზრება, რომ სწორედ ეს იყო ის მუტაცია, რასაც რადიაცია უნდა იწვევდეს. თუმცა ხანგრძლივმა კვლევებმა საინტერესო დეტალები გამოავლინა. აქაც საქმე კვლავ ბუნებრივ გადარჩევას დაუკავშირდა. ფაქტია, რომ მუქი კანი შეიცავს მეტმელანინს, პიგმენტს, რომელიც არა მხოლოდ განსაზღვრავს ფერს, არამედ ნაწილობრივ იცავს უჯრედებს გარკვეული ტიპის დაზიანებისგან, მათ შორის რადიაციასთან დაკავშირებული დაზიანებისგან. ანუ, მელანინი მოქმედებს როგორც დამცავი ფარი. ის თანთქავს და ფანტავს რადიაციის ენერგიას, რაც იცავს ცხოველის შინაგან ორგანოებსა და დნმ-ს დაზიანებისგან. თუ ეს ვარაუდი სწორია, მაშინ ავარიის შემდეგ ბაყაყებს, რომლებიც ისედაც ბუნებრივად უფრო მუქი შეფერილობის იყვნენ, გადარჩენის უკეთესი შანსი ჰქონდათ. თანაც ისინი მიდრეკილნი იყვნენ შთამომავლობის დატოვებისგან. მათ დატოვეს უფრო მეტი შთამომავლობა, რომლებმაც ეს თვისებები მემკვიდრეობით მიიღეს. რამაც სულ რამდენიმე 10 წელში, რაც ევოლუციური მასშტაბით წამია, შავი ბაყაყების უნიკალური პოპულაცია ჩამოაყალიბეს. მიუხედავად იმისა, რომ მელანინის დამცავი ფუნქცია აღიარებულია, ყველა მეცნიერი არ ეთანხმება პირდაპირ კავშირს რადიაციასა და ფერს შორის. მაგალითად, პროფესორი ტიმოთი მოსუ აღნიშნავს, რომ მონაცემები არ არის საკმარისად ძლიერი მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დასამტკიცებლად. მისი თქმით, ზონაში გვხვდებიან ღია ფერის ბაყაყები მაღალი რადიაციის ადგილებში და შავი ბაყაყები შედარებით სუფთა ტერიტორიებზე, რაც კითხვის ნიშნებს აჩენს. სხვათა შორის, ავარიის შემდეგ პირველ წლებში ხშირად საუბრობდნენ მუტანტ ბაყაყებზე, რომლებსაც ზედმეტი კიდურები ჰქონდათ, თუმცა დღესდღეობით პოპულაცია სრულიად ჯანსაღად ითვლება. მიუხედავად იმისა, რომ რადიაცია ინდივიდუალურ დონეზე კვლავ იწვევს უჯრედულ დაზიანებებს, ბაყაყების პოპულაცია ყვავის, რადგან ადამიანების არ ყოფნა მათთვის უფრო დიდი შეღავათი აღმოჩნდა, ვიდრე რადიაციას ზიანი. შესაბამისად, ჩერნობილის ბაყაყებმა არა მხოლოდ გადარჩენა შეძლეს, არამედ პირდაპირ მნიშვნელობით შეიმოსნენ რადიაციული დამცავი კოსტუმებით, რათა ახალ რეალობას მორგებოდნენ. ყველას, ვისაც შინაური ცხოველი ყავთ ან ყოლიათ, დარწმუნებული ვარ, რომ მას სრულფასოვან ოჯახის წევრად მიიჩნევთ. შესაბამისად, ღმერთმა არქნას და ხვალ რომ მოგიწიოთ საკუთარი სახლის სამუდამოდ დატოვება, ალბათ არც კი განეხილავთ ოთხფეხა მეგობრის მიტოვებას. თუმცა სამწუხაროდ, ამის არჩევნის შესაძლებლობა ყოველთვის ყველას არ ეძლევა. საქმე ნომერი 4. ძაღლები, რომლებიც ადამიანების შემდეგ დარჩნენ. 1986 წელს პრიპიატსა და ახლომყოფ რაიონებში ევაკუაცია გამოცხადდა. ხალხს უთხრეს, რომ საკუთარ საცხოვრებელს რამდენიმე დღით, მაქსიმუმ 3 დღით დაატოვებინებდნენ და შემდეგ უკან დააბრუნებდნენ. ეს ყველამ დაიჯერა. შესაბამისად, უმეტესობამ მხოლოდ რამდენიმე დღის ტანსაცმელი წაიღო. საბუთები, ოჯახური ფოტოები, საყვარელი ნივთები და შინაური ცხოველები სახლში დატოვეს, რადგან ზონიდან ცხოველის გაყვანა მკაცრად იგრძელებოდა. თუმცა უკან ცხადია ვეღარავინ დაბრუნდა. ძაღლები პატრონებს ელოდნენ, ნაცნობ ეზოებს უბრუნდებოდნენ, მაგრამ წასაყვანად არავინ მისულა. თუმცა მივიდნენ დასალფრადად. რადიაციის გავრცელების აღსაკვეთად საბჭოთა ხელისუფლებამ პოლიციასა და სამხედროებს უპატრონოდ დარჩენილი ძაღლების დახვრეტა უბრძანა. გადარჩა მხოლოდ მცირე ნაწილი, რომლებმაც თავი ტყეს შეაფარეს. დაიწყეს ჯგუფ-ჯგუფად ცხოვრება და 40 წლის შემდეგაც კი მათი შთამომავლები კვლავ დახეტიალობენ ჩერნობილის მიტოვებულ ქუჩებში. კერძოდ, დღეს დაახლოებით 250 ძაღლი უშუალოდ ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ცხოვრობს. 225 კი ჩერნობილში. საინტერესოა, როგორ მოახერხეს გადარჩენა. ისინი ხომ აფეთქების ეპიცენტრში იყვნენ და შემდგომ ყოველდღიურად განაგრძობდნენ დაბინძურებული საკვების ჭამას. ამასაც თავი რომ დავანებოთ, უბრალოდ როგორ გადაიტანეს მკაცრი ზამთარი. როდესაც მკვლევრებმა მათი დნმ-ის შესწავლა დაიწყეს, საინტერესო მახასიათებლები აღმოაჩინეს. გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ჩერნობილის ჯიშის ძაღლები განსხვავდებიან სხვა ძაღლების პოპულაციებისგან. ძაღლების გენომის ზოგიერთ რეგიონში აღმოჩნდა ცვლილებები, რომლებიც დაკავშირებულია ორგანიზმის სტრესზე რეაქციასთან და დნმ-ის დაზიანების აღდგენასთან. ბევრისთვის ეს სენსაცია იყო და სწორედ ამან გამოიწვია მითი, რომლის მიხედვითაც ჩერნობილის ძაღლებმა მუტაცია განიცადეს, ან რადიაცია მათი გენეტიკას შეცვალა. მომავალში კვლევებმა აჩვენა, რომ ეს ევოლუციის პროცესის ნაწილი იყო. გადარჩნენ და გამრავლდნენ ისინი, რომლებმაც მკაცრ პირობებში ცხოვრება შეძლეს. სხვათა შორის, 40 წლის შემდეგაც კი ძაღლებმა ვერ შეძლეს ბუნებაში სრული ინტეგრაცია და დღემდე ადამიანებზე არიან დამოკიდებულნი. 10 წლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული ინსტინქტი მათ აიძულებთ ადამიანებთან სიახლოვე
ასევე ეძიონ. შეიქმნა ორგანიზაცია ჩერნობილის ძაღლები, რომლებიც ზრუნავს მათ ვაქცინაციასა და სტერილიზაციაზე. არც თუ ისე დიდი ხნის წინ ვირუსულად გავრცელდა ჩერნობილის ლურჯი ძაღლების ფოტოსურათები, რომლებიც მეცნიერულ სენსაციად მიიჩნიეს. თუმცა, მალევე აღმოჩნდა, რომ ისინი უბრალოდ მიტოვებულ შენობებში ქიმიურ საღებავებში ამოიგანგლნენ. მოკლედ, ჩერნობილის ძაღლები ადამიანის მიერ დატოვებული ყველაზე ერთგული მემკვიდრეობაა, რომელიც რადიაციასა და მგლებს შორის მოქცეულნი მაინც ადამიანის სიახლოვეს ამჯობინებენ. საქმე ნომერი 5. დათვები, რომლებიც ჩერნობილში საერთოდ არ უნდა ყოფილიყვნენ. წარმოიდგინეთ, ჩერნობილის მიტოვებულ ტყეში არაფერი ხდება. გარშემო ჟანგიანი ელექტროგადამცემი ხაზები, დანგრეული სოფლები და ათწლეულობის განმავლობაში მიტოვებული ადგილებია. იასრებთ, რომ ყველაფერი რადიაციით გაჟღენთილია, ყველაფერი მომაკვდინებელია და გგონიათ, რომ ბუნებაც დასუსტებულია, რომლის აღდგენასაც მინიმუმ საუკუნე სჭირდება და ამ დროს მეცნიერების მიერ აკრძალული ზონის სიღრმეში დამონტაჟებული კამერა აფიქსირებს ცხოველს, რომელიც ჩერნობილში ზოგადად არ უნდა ბინადრობდეს. ტყიდან აუჩქარებლად გამოდის მურა დათვი. ჩვენ ამაში უცნაურს ვერაფერს დავინახავთ, რადგან საქართველო მათი ბუნებრივი საარსებო არეალია, თუმცა არა ჩერნობილი. იქ ისინი ავარიამდე 100 წლით ადრე გადაშენდნენ. ჯერ კიდევ მეფის რუსეთის პერიოდში, ადამიანთა მაღალი სიმჭიდროვის, ნადირობისა და გზების სიმრავლის გამო. თუმცა როგორც კი ადამიანებისგან ტერიტორია დაიცალა და ველურმა ბუნებამ თავისი ადგილი დაიბრუნა, ტყეში დაბრუნდნენ ცხენირმები, შემდეგ ტახები, გამრავლდნენ მგლები და ბოლოს დათვებიც მოვიდნენ. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ დათვების ზონაში ბელარუსის პოლესის რადიაციულ ეკოლოგიური ნაკრძლიდან ჩამოვიდნენ. მათთვის ჩერნობილში იდეალური პირობები შეიქმნა. სრული სიმშვიდე მონადირეების არ ყოფნის გამო და უხვი საკვები ბაზა, მათ შორის მიტოვებული ვაშლისა და მსხლის ბაღები, კენკრა, ჩლიქოსანი ცხოველები და გიგანტური ჭიანჭველების ბუდეები. ჩერნობილის დათვები არ არიან მუტანტი მონსტრები. ისინი არიან ჯამრთელი, ძლიერი და დიდი ზომის ცხოველები, რომლებიც სხვა რეგიონების დათვებისგან მხოლოდ იმით განსხვავდებიან, რომ არ უფრთხიან ადამიანებს, რადგან მათთან კონტაქტის უარყოფითი გამოცდილება არ გააჩნიათ. წერები და ფრინველები. სანამ შემდეგ თემაზე გადავალ, აუცილებლად უნდა ვახსენო წითელი ბაღლინჯოები, იგივე ჯარისკაცები, რომლებმაც ყველაზე თვალსაჩინო მუტაცია განიცადეს. ჩერნობილის ბაღლინჯოებს ზურგზე არსებული სიმეტრიული ნახატები დამახინჯებული და ასიმეტრიული აქვთ. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ზოგიერთ მათგანს ცალი თვალი საერთოდ არ აქვს. ზოგს კი შავი ხაზები იმდენად არეული აქვს, რომ ეს მათ გენეტიკურ კოდში მომხდარ ღრმა ცვლილებებზე მიუთითებს. ქცევის მკაფიო ცვლილებები შეიმჩნევა ობობებში. ჩერნობილში ობობები ვეღარ ქსოვენ მოწესრიგებულ და სიმეტრიულ ქსელებს, რაც ყველაზე მეტად დაბინძურებულ ადგილებშია გამოხატული. მათი ქსელები ქაოსურია, დიდი ხვრელებითა და დახლართული ფორმებით, რაც რადიაციის მიერ ობობების ნერვული სისტემის დაზიანების შედეგია. 1990-იანი წლების ბოლოს მეცნიერთა საერთაშორისო გუნდმა ჩერნობილის მერცხლების შესწავლა დაიწყეს. აღმოჩნდა, რომ ფრინველების ამ სახეობაში გაზრდილი იყო ალბინიზმი, თეთრი ბუმბულის ლაქები, რომლებიც ჯამრთელ პოპულაციებში თითქმის არასდროს შეინიშნება. გარდა ამისა, არასიმეტრიული და მოღუნული კუდის ბუმბულები, ასევე დეფორმირებული ნისკარტები, რომლებიც ხშირად ნახევრადღია მდგომარეობაშია გაჭედილი. ჩერნობილის მერცხლებს სხვა მერცხლებთან შედარებით პატარა ზომის ტვინი აღმოაჩნდათ და სიცოცხლის ხანგრძლივობაც ჩოულზე ნაკლები. ამის გამო დაიწყეს სხვა ფრინველების შესწავლაც და აღმოაჩინეს, რომ ზოგიერთ სახეობაში იმატა სიმსივნემ, ბევრს ქუთუთოების დეფორმაცია და კატარაქტა აღენიშნებოდათ. ასეთი ცვლილებები მნიშვნელოვნად უფრო ხშირი იყო რადიოაქტიური დაბინძურების მაღალი დონის მქონე ადგილებში. ალბათ ამ დროს მეცნიერები დაფიქრდნენ და მიხვდნენ, რომ არსებული რადიაციის დონე და მომხდარი ავარია იდეალური ადგილი იქნებოდა ექსპერიმენტების ჩასატარებლად და ჩერნობილი ლაბორატორია დაქციეს. საქმე ნომერი 6. ექსპერიმენტი გადარჩენაზე. 1998 წელს მეცნიერებმა ჩერნობილის ზონაში პატარა ჯოგი, 36 პრეჟევალსიკის ცხენი ჩაიყვანეს. ეს იშვიათი ველური სახეობა მაშინ გადაშენების პირას იყო და მეცნიერებს აინტერესებდათ, რამდენად შეძლებდნენ ისინი ადაპტაციას იმ გარემოში, რომელშიც სხვა ველური ცხოველები ბრუნდებოდნენ. გარდა ამისა, მათი შემოყვანის მიზანი იყო ეკოსისტემის ბალანსის შენარჩუნება. ცხენებს უნდა ეჭამათ ზედმეტი ბალახი, რათა საკოლმეურნეო მინდვრები ბუჩქნარით არ დაფარულიყო და შენარჩუნებული იყო სივრცეები სხვა ცხოველებისათვის, მაგალითად კურდღლებისა და როჭოებისთვის. თავდაპირველად ექსპერიმენტი ეჭვს იწვევდა. წარმოუდგენელი იყო ის, რომ ცხოველები გადარჩებოდნენ ისეთ ადგილას, რომელსაც მთელი მსოფლიო მკვდარ მიწად მიიჩნევდა. მაგრამ მოხდა ის, რასაც თითქმის არავინ ელოდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ცხენები სტეპის ბინადრები არიან, მათ გასაოცრად კარგად აითვისეს ტყიანი და რადიოაქტიური გარემო და გამრავლებაც დაიწყეს.
მათი რიცხვი თანდათანობით იზრდებოდა და დღეს ისინი თავისუფლად დახეტიალობენ ჩერნობილის ტყეებსა და მიტოვებულ სოფლებში. რაც იმას უსვამს ხაზს, რომ ბუნებას შეუძლია ადამიანის გაოცება მაშინაც კი, როდესაც ის ფაქტობრივად მკვდარია. ზონა მათთვის ერთგვარ თავშესაფრად იქცა, რომელიც იცავს მეორედ გადაშენებისგან. მუტაციის რეალური შემთხვევები. ავარიიდან რამდენიმე თვის შემდეგ გამოჩნდა ფოტოები, რომლებმაც ყველა გააგვირვა. სურათებზე გამოსახული იყვნენ ხბოები მძიმე დეფორმაციებით, კოჭები სერიოზული თანდაყოლილი დეფექტებით. ცხოველები, რომლებიც იმდენად დეფორმირებულნი იყვნენ, რომ დაბადებიდან მალევე კვდებოდნენ. ეს სურათები სწრაფად გავრცელდა გაზეთებსა და ტელევიზიებში და მილიონობით ადამიანისთვის იქცა მთავარ მტკიცებულებად იმისა, რომ ჩერნობილი ნამდვილად ქმნიდა მუტანტებს. მაგრამ რას ამბობენ დღეს მეცნიერები? კვლევები ადასტურებს, რომ ავარიის შემდეგ პირველ წლებში ყველაზე დაბინძურებულ რაიონებში ცხოველებში თანდაყოლილი დეფექტების შემთხვევები მართლაც გაიზარდა, რაც პირველ რიგში მძიმე რეაქტიული დაბინძურების ზონასთან ახლოს მდებარე ფერმის ცხოველებს შეეხო. თუმცა არსებობს ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელზეც იშვიათად საუბრობენ. ამ ცხოველების უმეტესობა ვერ გადარჩა. მძიმე თანდაყოლილი დეფექტები ხშირად სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო. სწორედ ამიტომ წლების განმავლობაში ასეთი შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა. არა იმიტომ, რომ რადიაცია აღარ მოქმედებდა. არა, უბრალოდ თავად ბუნება ფილტრავდა ყველაზე მძიმე ცვლილებებს. 10 წლეულების განმავლობაში ადამიანები ჩერნობილს წარმოიდგენდნენ როგორც ადგილს, სადაც ბუნება ამოუცნობად შეიცვალა. ველოდით, რომ ურჩხულებს დავინახავდით, ცხოველებს, რომლებმაც მუტაცია განიცადეს, სამყაროს, სადაც რადიაციამ ახალი არსებები შექმნა. მაგრამ რეალობა გაცილებით რთული აღმოჩნდა. კი, ჩერნობილმა წაუშლელი კვალი დატოვა. მეცნიერებმა არაერთ არსებაში დნმ-ის დაზიანება აღმოაჩინეს. დაფიქსირდა ცვლილებები, რომლებმაც რადიაციის გამანადგურებელი ძალა შეგვახსენა. მაგრამ ჩერნობილის ისტორია არ არის გამოგონილი მონსტრების ისტორია. ეს არის ცხოვრების ისტორია. გლების შესახებ, რომლებიც დიდი ხნის წინ მიტოვებულ ტყეებში დაბრუნდნენ. ბაყაყების შესახებ, რომლებმაც ფერი შეიცვალეს. ძაღლების შესახებ, რომლებიც დღემდე ვერ ეგუებიან ადამიანის გარეშე ცხოვრებას. დათვების შესახებ, რომლებიც ხელახლა გამოჩნდნენ იმ ადგილზე, რომლიდანაც საუკუნეების წინ გააძევეს. და პრეჟევალსკის ცხენების შესახებ, რომლებმაც სიცოცხლის ახალი შესაძლებლობა მოიპოვეს პერიმეტრზე, რომელიც მსოფლიო მკვდარ ზონად მიიჩნია. და რაც მთავარია, ჩერნობილმა ერთი საოცარი რამ გვაჩვენა. ადამიანები ხშირად თავიანთ გავლენას ბუნებაზე აჭარბებენ. კი, შეგვიძლია ქალაქების აშენება, უმაღლესი ტექნოლოგიის შექმნა, ტერიტორიების გარდაქმნა, მაგრამ როგორც კი ადამიანები გაქრებიან, ბუნება იწყებს კუთვნილი სივრცის დაბრუნებას. ეს ისე არ უნდა გავიგოთ, რომ რადიაციამ რაიმე კარგი მოიტანა, ან ჩერნობილმა დაამტკიცა, რომ კატასტროფები ბუნებას ეხმარება. რა თქმა უნდა არა, რადგან ამ ლამაზი სურათის უკან რეალური ადამიანური ტრაგედიები და უხილავი შედეგები იმალება, რომელთა შესწავლასაც მეცნიერები დღესაც აგრძელებენ. თუმცა, ავარიიდან თითქმის 40 წლის შემდეგაც კი ერთი კითხვა კვლავ ყველაზე დამაბნეულად რჩება. ის არა თუ რა სახის მონსტრები შექმნა ჩერნობილმა, არა. ის თუ როგორ შეძლო სიცოცხლემ გაგრძელება იქ, სადაც ადამიანები მხოლოდ სიკვდილს და სრულ განადგურებას ელოდნენ. შეიძლება ჩერნობილის მთავარი საიდუმლო არა მუტირებულ ცხოველებშია, არამედ ბუნების წარმოუდგენელ გადარჩენის უნარში. მადლობა, რომ ვიდეოს ბოლომდე უყურეთ. არ დაგავიწყდეთ ჩემი გამოწერა, ვიდეოს მოწონება და კომენტარის დატოვება. დროებით.